საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაქოში გააკეთა განცხადება. სააკაშვილის კომენტარს ჩვენ პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. თუ ერთი ადამიანი მაინც არ არის საქართველოს მთავრობაში, რომელიც ეთყვის ოლიგარქს, რომ მე რამდენად უნდა მოიჭრა საქართველოს მთავარი. მე რამდენად უნდა გააბანძდეც ყველას თვალში. ჩვენ ქვეყანას ამდენი წელი სიმწრით ვაგროვეთ ჩვენი საერთაშორისო რეპუტაცია, ჩვენი საერთაშორისო კონტაქტები. ჩვენი სახელი, ჩვენი ავტორიტეტი. და რისთვის? იმისაც, რომ ერთი ტლუ გაუნათლებელი ბნელი ოლიგარქი მოსულიყო და ყველაფერი ეს ქარს გაეტანებია იმისათვის, რომ თავის პირადი ხუშტურები ეკმაყოფილებია ქართველი ხალხის და მისი მომავლის ხარჯზე. მე ვფიქრობ, რომ სიტუაცია სერიოზულია იმ გაგებით, რომ ამის შემდეგ დაბრუნებას, ამის ყველაფრის აღდგენას დაჭირდება ბევრი დრო. ერთხელ ასე რომ გაბანძნები და თავს მოიჭრები. როგორც სწორად არის ნათქვამი, სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობია. ჩვენ ახლა საბჭოხაროდ თავის გავიტეხეთ და სახელიც. არ ვიცი როგორ უნდა დავუბრუნოთ, მაგრამ მე ვფიქრობ მომოახერხებთ დაბრუნებას, იმიტომ რომ მაინც საქართველოს სახელი ბევრად მეტია და ჩვენ საქართველოს გადაიტანს ამ ასეთი არსების ბოგინსაც ჩემი აზრით. ვფიქრობ, რომ დღევანდელ სიტუაციაში, რომელიც არის საქართველოს შექმნილი, გამოსავალი ამ სიტუაციიდან არ არის ერთი ოლიგარქის ერთი მთავრობის, ოლიგარქის მეორე მთავრობის შეცვლა. ოლიგარქის მმართველობის შეცვლა არის გამოსავალი და ოლიგარქის მმართველობის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ რიგარეში არჩევნების გზით.